მუსიკა ისევე როგორც ცხოვრება წარმოუდგენელია რომანტიზმის გარეშე. თბილისი გია ყანჩელის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წუთებში რუსთაველის თეატრის სცენაზე ორკესტრის თანხლებით სტიქსი თამაშდება. საღამოს ჩვენი ჟურნალისტი ლიკა ბერაია ესწრება, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ლიკა, საღამო მშვიდობის და გისმენთ. სპეციალურად გია ყანჩელის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი რუსთაველის თეატრის სცენაზე. დღეს გია ყანჩელის ორი ცნობილი ნაწარმოები შესრულდება. ამ წუთებში მსმენელი უსმენს დიქს. ეს არის გია ყანჩელის ნაწარმოები, რომელიც მან საკუთარი უახლოესი მეგობრის ჯანსუღ კახიძის ხსოვნას მიუძღვნა. დიქს ასრულებს შერეული გუნდი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ამის შემდეგ იქნება მცირე ანტრაქტი და უკვე მეორე ნაწილში მსმენელი იხილავს სტიქსს. სტიქსი სპეციალურად გია ყანჩელისთვის რობერტ სტურუამ დადგა, ხოლო რობერტ სტურუას სპექტაკლისთვის როგორც ყოველთვის მუსიკა გია ყანჩელმა შექმნა. სტიქსი ეს არის ნაწარმოები, სადაც ტექსტის ნაცვლად მხოლოდ მუსიკა და პლასტიკა მეტყველებს. სპეციალურად გია ყანჩელის იუბილესათვის საქართველოში ჩამოვიდა ბრიტანელი ბენჟამინ გილმორი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სტიქსის შესრულებაში. თავად გენიალურმა კომპოზიტორმა დღეს საკუთარ შემოქმედებით საიუბილეო საღამოსთან დაკავშირებით ტელეკამერების წინ არის საუბრა, თუმცა შემოქმედებითი საღამო გია ყანჩელის თაყვანისმცემლებმა შეაფასეს. სასიხარულოა და სასიხარულოა ის, რომ თბილისი აღნიშნავს ბატონი გიას იუბილეს ხანაირად. ვერც წარმომედგინა რომ ყოფილიყო, დღევანდელი დღე ზუსტად ვიცი, რომ ძალიან დიდი დღესასწაული იქნება, როგორც ყოველთვის. მინდა მივილოცო ბატონ გიას ეს იუბილე, მინდა შემოქმედებით წარმატება, უსწურვო ჯანმრთელობა და კიდევ ბევრი და ახალი და ძალიან კარგი ნაწარმოები შეიქმნას. მე დიდი მისი მოტრფიალე ვარ და თაყვანისმცემელი და ძალიან მიყვარს ყველანაირი მისი მუსიკა. ცნობილი კომპოზიტორის შედევრებს მთელ მსოფლიოში უსმენენ, თუმცა იუბილარი გია ყანჩელის შემოქმედებას ქართველი მსმენელი ამ წუთებში რუსთაველის თეატრში უსმენს და სწორედ რუსთაველის თეატრის სცენაზე შედგება გია ყანჩელის საიუბილეო საღამოს დახურვა უკვე 29 ოქტომბერს. ლიკა ბერაია საუბრობდა რუსთაველის თეატრიდან პირდაპირ ეთერში.